მმართველი გუნდის წევრები რადას დეპუტატის ალექსეი გონჩარენკოს შეცვლილ რიტორიკას ეხმიანებიან. საუბარია გონჩარენკოს განცხადებაზე, სადაც ის ამბობს, რომ მარცერთ ქვეყანას ევროპაში არ სურს საქართველოს ომში ყოფნა. ისინი გეუბნებიან, რომ საქართველოში მშვიდობას იცავენ. ეს იცროია, არც უკრაინას და არც ერთ ევროპულ ქვეყანას არ სურს საქართველოში ომი. არავის მსოფლიოში ეს არ სურს. ჩვენ გსურს ვიხილოთ მშვიდობიანი, აყვავებული და ლამაზი საქართველო, რადგან სწორედ ასეთი უნდა იყოთ, მაგრამ თუ რუსები მოვლენ და რუსული ტანკები დღეს თბილისში იმიტომ არ არიან, რომ ისინი უკრაინაში არიან და არ შეუძლიათ მოსვლა. არ აქვთ საკმარისი შეიარაღებული ძალა, რომ თავს დაესხან საქართველოს დღეს. ჩვენ ასევე გვახსოვს ომის დაწყებიდან მალე განცხადებები კეთდებოდა უკრაინიდან, მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან, რომ მეორე ფრონტი უნდა გახსნილიყო ქვეყანაში. გვახსოვს განცხადებები, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები აკეთებდნენ, რომ გვირჩევნია ასეთ მშვიდობას, ბომბები წვიოდეს ქვეყანაშიო. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იყო შეთანხმებული მესიჯები და არ იფიქროთ, რომ ცალკეულ ან გონჩარენკოს ან იმ უკრაინის მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან მოგონილი განცხადებები. ისინი დავალებებს ასრულებდნენ და ეს იყო საერთო მესიჯი და რა თქმა უნდა განხორციელებულიყო ქმედება, რაც ითვალისწინებდა იმას, რომ ქვეყანაში გახსნილიყო მეორე ფრონტი, დაგვეწყო ომი. ამით დავღუპავდით ჩვენ სამშობლოს, ქართულ ხალხს, ჩამოგვეშლებოდა სახელმწიფოებრიობა, კიდე შეიძლება დაგვეკარგა ტერიტორიები და აღმოჩნდებოდით ისეთ უბედურ მდგომარეობაში, სადაც დღეს უკრაინა იმყოფება.